პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სტამბოლში დასრულებულია. 3 დღის განმავლობაში ქართული საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით რიგით 152 საპარლამენტაშორისო ასამბლეაში მონაწილეობდა. გლობალური დაძაბულობის ფონზე ასამბლეის მთავარი თემა მშვიდობა, უსაფრთხოება და ურთიერთთანამშრომლობა იყო. ქართულმა მხარემ სწორედ მშვიდობისა და პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მეზობელი ქვეყნების პარლამენტის სპიკერებთან შეხვედრისას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან დისკუსია კი ბრიუსელის საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობების მიზეზებზე საუბარს დაეთმო. პირისპირ შეხვედრების ფორმატში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროინტეგრაციის მკაფიო სურვილი, ბრიუსელი კი ევროპულ სახელმწიფოებთან პირდაპირი კომუნიკაციის პროცესში მთავარ დაბრკოლებად დასახელდა. რა შედეგებით ბრუნდება ქართული საპარლამენტო დელეგაცია თურქეთიდან, ამას თეონა მანაგაძე გვეტყვის, რომელიც სტამბოლიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. თეონა. 3 დღის განმავლობაში პოლიტიკური ცენტრი სტამბოლში იყო. აქ იმყოფებოდა 157 ქვეყნის დელეგაცია, პარლამენტის 77 თავმჯდომარე და 800 დეპუტატი. ეს მასშტაბური ფორმატი კარგი შესაძლებლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ორი შეხვედრები გამართოს, კომუნიკაცია შედგეს და საკუთარი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ. ეს შესაძლებლობა ქართულმა მხარემ აქტიურად გამოიყენა. ქართველი დეპუტატები დაახლოებით 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მათთან მიმართებაში ისაუბრეს სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრების შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კმაყოფილია. მან ჩვენთან საუბარში თქვა, რომ საკუთარ კოლეგებთან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა. რეგიონის უსაფრთხოება, გამოწვევების შუადერეფნის როლი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა. ქართულმა მხარემ ეს თემები სტამბოლში ვიზიტისას მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან განიხილა. 4 ქვეყნის 4 სპიკერმა ხაზი გაუსვა რეგიონის მიერ გატარებულ ფრთხილ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რაც ქართული დელეგაციის შეფასებით მსოფლიოში არსებული კრიზისების ფონზე მშვიდობის გარანტია გახდა. რა თქმა უნდა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია არის იმ გამოწვევის ფონზე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ თურქეთი, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის ხელისუფლება, ზოგადად რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიყვებიან, იმით რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ხედავთ თუ რა მნიშვნელობას იძენს დღეს შუადერეფანი და ამ მხრივ სწორედ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურება არის, რომ შუადერეფანშიც იგივე არეულობა და კრიზისები არ არის, ასე ჩვენს გარშემო ხედავთ. ჩვენ გვახსოვს ჩვენი უახლესი ისტორიიდან მომენტები, როდესაც მთელ მსოფლიოში იყო მშვიდობა და კავკასია იყო ცეცხლის ვალში გახვეული. ახლა თუ შევხედავთ თითქმის ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ვალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის დამსახურება ზუსტად იმ ბრძნული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენ ერთიანად ვაწარმოებთ. მე შემიძლია ასევე პირდაპირ დაუფარავად განვაცხადო, რომ ჩვენ არასოდეს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არ ქონია ამაზე უკეთესი და ახლო პოლიტიკური ურთიერთობები არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, არც თურქეთთან, არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან, როგორც გვაქვს დღეს. შესაბამისად ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლების საგარეო პოლიტიკის დამსახურება. რა გამოწვევები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვინ ქმნის დაბრკოლებებს? ქართულმა დელეგაციამ ამაზე ლუქსემბურგისა და საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ისაუბრა. ქართულ სპიკერს მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სწორი გზა პირდაპირი კომუნიკაციაა, რადგან შალვა პაპუაშვილის განცხადებით ბრიუსელი ქვეყნის თაობაზე ინფორმაციას ფილტრავს და მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებს. როდესაც ჩვენ შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქონოდა უშუალო გაცვლა ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით. სამწუხაროდ ხედავ ჩვენ, რომ ბრიუსელი იცა დამაბკოლებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან ურთიერთობების და მისი გავლით, მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
და ვხედავ ჩვენ რომ სამწუხაროდ ის დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით ვისმენთ, ეს დეზინფორმაციაც ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ გაცვლას აქვს მნიშვნელობა და ფიქრობ ძალიან შინაარსიანი შეხვედრები ქონდა და არის სურვილი რომ უშუალო შეხვედრებით ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში კონდეს პირდაპირი კონტაქტი და გაცვლა ჩვენს კოლეგებთან. ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრის პარალელურად იმ ამოცანების მისაღწევად გამოიყენა, რაც 2027 წელს საქართველოს EUTO-ს თავმჯდომარეობას ეხება. დელეგაციამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობას მხარი დაუჭირონ. ჩვენ ამ ქვეყნებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, დავსახეთ კონკრეტული გეგმები, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, ასევე ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს დაჭირდება EUTO-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენისა და მხარდაჭერის მოპოვების თვალსაზრისით. საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას აქტიურად იყენებს. შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში ვიზიტისას 12 შეხვედრა გამართა და მსოფლიოდან შეკრებილი კოლეგების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. ქართულმა სპიკერმა ისაუბრა მშვიდობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო ჩარევებზე. ქართულმა დელეგაციამ სწორედ საგარეო ჩარევა დაასახელა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად.